გამარჯობა, მე ვარ შენი დედიკო და მგონია რომ ხარ ბიჭი. გამარჯობათ, მე ვარ შენი მამიკო და მგონი ხარ რომ ხარ ბიჭი. გამარჯობა, მე ვარ შენი დეიდა და მე მგონი ხარ გოგო. თავი ჯამთელი იყო. გამარჯობა, მე ვარ შენი დეიდა და მე მგონი ხარ გოგო. მე ვარ შენი დეიდა და მე მგონი ხარ გოგო, პრინცესა. მე ვარ შენი დეიდა, მე მგონი ხარ გოგო. მე ვარ შენი დეიდა, მე ვიცი ვინც ხარ. გამარჯობა, მე ვარ შენი მამიდა და მე მგონი ხარ ბიჭი. მე ვარ შენი დეიდა და მგონი ხარ გოგო. მე ვარ შენი ბებია და მგონი ხარ ბიჭი. მე ვარ შენი დეიდა და მე მგონია რომ ხარ ბიჭი. მე ვარ შენი მამიდა და მგონი ხარ ბიჭი. მე ვარ შენი მამიდა და მგონი ხარ ბიჭი. მე ვარ შენი ბიჭი და მგონი ხარ ბიჭი. მე ვარ შენი ბებუ და ვინც არ უნდა იყოს ძალიან მიხმარე. გამარჯობათ, მე ვარ შენი ბაბუა. ბიჭია. გოგო. მე ვარ შენი ბიძა და მგონი ხარ გოგო. მე ვარ შენი ძმაკაცი და მგონი ხარ ბიჭი. გამარჯობათ, მე ვარ ბაბუა შენი და მე მგონი ხარ ბიჭი. გამარჯობა, მე ვარ შენი დეიდა და მე მგონი ხარ გოგო. მეგობრებო, ეხლა გავიგებთ ვინ არის გოგოა თუ ბიჭია. მე მგონია რომ გოგოა. ქორწილია პალატკაში. და ვიცი, აი, არ აქვს შეგობა ჩემთვის ეგ და ვიცი რომ თქვენსაც არ აქვს ეს იქნებოდა გოგო. თავარია ჯამთელი იყოს. ანუ ისეთი მაგარი გოგო გაიზრდება, როგორცაც თქვენი საფრთხით რა. დედასავით მაგარი მოწესრიგებული და წესიერი და ზრდილობიანი გოგო გაიზრდება, დარწმუნებული ვარ რა. ცოტა ვაშკასთუცა ჩვენ მივშევთ და ეგ იქნება რა. აუმაჟო, განძილი იყოს ისეთი მაგარი გოგო თქვენ გინდა პირველ რიგში რა. ჩვენ რაცა უნდა ვისურვოთ თქვენ იმაზე რა ვიცი, 100 მეტი გინდათ იმის მიზა. გენაცვალეთ სულში რა. ვარ ხარ და ევრელა. თავარია ჯამთელი დაიბადა საწყო. ავარია ჯამთელი. ისმერე ალბათ ყველაფერი იქნება კარგად. გაიზრდება სასახლის მაგარი ხალბატონი. ყოფილიყო ჯამთელი და ვედნიერი და ჩვენც ყოფილიყავით, აი ვედნიერები ყოფილიყავით, მათი მისი დაბადებისთვის და მისი მოვლენებისთვის ჯამთელს. ანუ არ ვიცი, ჯეჯობით რა ცნობა არის, მაგრამ მალე გავიგეთ და იმედია
რაღაც სასწაულის მომა იქნება და ასე მჯერა რა. ხო და რაც შეეხება ძალიან მაგარი ურთიერთობა გვექნება, მეგობრული, ძმაკაცური. ხო და რა ვიცი რა, ყველანაირად ვეცდები რომ ხარში დავიდო ყველაფერში. მადლობა. სხვადასხვა მაგრამ გვგრძნობდი, ოღონდ მართლა, მე გვგრძნობდი რომ გოგო იყო. მართლა. არა, მართლა მე გვგრძნობდი რომ გოგო იყო. თემისის რა, არა. სხვადასხვა სახელის მოფიქრებას ბიჭისას მე ვფიქრობდი, სულ გოგოს მახსენებოდა. აი, იმდენი მოვიფიქრე გოგიჩისა. ვერაფერი. მე დაველოდები ის გაგებას მაიწაღლა რა იცი რა. არა, არ ვიდა ჩაი. მე ვიდა რა ვიგასხოვები სახელი მოხდება. აღარ დაღლა გოგოსი. ადვილია. კი, მილინა მოწერცა. და რა ვიცი და სახელი რა გისახე. მილენა. რაც აჭარული სახელი. რა ფატყუმე რა. იგი შეიძლება წერკმევა. აჭარ სახელი შეიძლება წერკმევა. მაგრამ მაიც მილენა დაარწოს. ესე იგი, ჯერ ერთი თამილას ბავშვი ცოტა რაღაც ესეთ საკითხია. სენსიტიური საკითხია თვითონ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმ წამიდან, როცა გავიგე რომ გოგო იქნება, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჯერ ერთი ძალიან ლამაზი თვალები ექნება. დედასაც და მამას ციდიალური თვალები აქვს. მე ძალიან საყვარელი მშობლები იქნებიან, აი იმენა არ ვიცი რა. დარწმუნებული ვარ. აი მერაბი ხო გადაირევა და გაგიჟდება. აი ვინმე პროსტა ხელი დააკაროს რა. დარწმუნებული ვარ ეგეთ მშობლები იქნება. თამილა ხო ძალიან ისე გაზრდის რა რეჟიმი და ყველაფერი. აი I am sure ამ ყველაფერს. და იბადე ჯერ პატარა და მოგხედავთ ჩვენც. მე ვიცოდი ვინც იყავი და ცოტა გაუაზრებელია ჯერჯერობით ჩვენთვის რომ მალე დეიდა გავხდები, იმიტომ რომ სალათსავშიც არავის დეიდა არ ვარ. ასე რომ პირველობა შენ გერგო რა და ძალიან რაღაცნაირად ემოციებში ვარ, აჟიტირებული ვარ. აი არ ვიცი, ჯერ კიდევ შოქში ვარ და ვერ ვიაზრებ რა, რომ აი ეს ორი სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ ესენი ჯერ ჩემი მშობლები იყვნენ. იქიდანვე ანუ ზუსტად ანუ პირველი ვაიც მე ვიყავი. ან პირველი გოგო ყავთ. მოკლედ ძალიან გელოდები მოუთმელა და აი არ ვიცი რა. სხვათა შორის ისე გაანებიურებს ყველა. გოგოს უფრო გაანებიურებენ ვიდრე ბიჭს დამიჯერეთ, ასე რომ იქნება ძალიან გათმებული, ძალიან საყვარელი და ძალიან პრინცესული. მართლა. 10 სიტყვა გამომივიდა მე ბოდიშით. აი, პირველ რიგში კიდე უნდა გამოიკითხოს ექიმიდან, ხალბატო ენათია, უეჭველი. რაღაც არ ამგონია აქ მე სწორი ინფორმაცია და თუ რომელიღაცა შეეშალათ, კაი დღე არ უწერიათ. ეს სწორი ინფორმაცია მეგობრებო, გეს თუ გადავხედავთ, აქეთაც გოგოები იყვნენ, აქეთაც გოგოები იყვნენ და ბოლოს იყო ბიჭი. პატარა პრინცესას ვეთყოდი, რომ რაც თავის გულს და სულ სურს, ის აყიდინოს თავის მშობლებს. ყველაფერს ერთად და ბებიას და ბაბუას მოეფეროს და მე რაფერისტობით იმასაც აყიდინოს ბევრი რამ. პრინცესა, როცა ChatGPT ახლა არსებობს, წარმოვიდგინე შენ დროს რა იქნება. აი, 2026 თებერვლის 4. 26-ში, არა, 56-ში ნახოთ აბა რა იქნება. ყოფილი იყოს ბედნიერი, დარწმუნებული იყოს, რომ ბედნიერი იქნება, რა თქმა უნდა და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ექნება ცხოვრების ევროპაში. ჯამთელი იყოს, საღი იყოს, კარგი იყოს და დანარჩენი ცხოვრება წინ არის და აგერ ვარ დანარჩენი ხალხი. და ყველაფერი კარგად იქნება. მინდა რომ სულ გახარებული, ბედნიერი და ჯამთელი იყო შენ დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად. ჩემო პრინცესა, იცოდე რომ უსაზღვროდ გვეყვარები და ბედნიერი გვიყოლები ღმერთის სახნარი. დები დიდი სიხარულით. მალე მოგდეს, მალე დაგვენახოს ჩვენი პრინცესა. ვიცი რომ თავლისავით
წინსვლით და სიხარულით ვიროდები აუკლებს. ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი შვილი მაქვს, როდის დაიბადები და მოევნილები ამ ქვეყანაზე. მე ვარ შენი დეიდა. ძალიან მიხარია რომ გოგო ხარ, მე გულით ვიცოდი. ძალიან დიდი გულით გელოდებით ყველა იმ აუ რა ძალიან ბედნიერი ვარ პირველად ხდები ეს მამიდა. დეიდა ვყავ პირველად, მაგრამ მამიდობა სულ სხვა განცდა და რა მინდა რომ ძალიან ბედნიერი ცხოვრება გქონდეს, მართლა ზღაპრული. ძალიან ჯანმრთელი იყოს და რა ვიცი რომ ყველაფერი ექნება იმისთვის რომ გქონდეს ბედნიერი მომავალი და გვერდით ყავს ძალიან მაგარი მშობლები ყავს. და რა ვიცი მიამაყება და ველოდები მოუთმენლად და მინდა რომ რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. რა თუ უნდა მე აფერები მიყვარს პრობლემა არ არის. მოკლედ ზიანუგზარი მაგას იცი რა ეტყვის? იმას ეტყვის რომ აუცილებლად ყოველი შეხვედრისას მაგრად გაათამამებს და მაგრამ გაანებიურებს რა. პირდაპირ სადაც ახლო მაღაზია იქნება ის წაიყვანს და ნებისმიერ ამას უყიდის ასაც ხელს დაადებს. მე მაგას პირდები პირდაპირ რა და მე თამამად შეუძლია მითხრას რომ აიცი რა ზიანუგზარი დავა ეხა მაღაზიაში მოვხიეთო. ეგეთ? და გულში ხარ რა, პრობლემა არ არის გენაცვალოს ჩემი თავი რა. ვარხარ ძალიან. ესე იგი მე კი მეგონა რომ ბიჭი იქნებოდი, მაგრამ გოგოც ძალიან გვეყვარები, ერთი სული მაქვს როდის დაიბადები. ჩვენი პრინცესა იქნები მართლა და ძალიან გელოდებით. გაგატყუონა ხორჯომში